მოგესალმებით, მეგახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიდო ყველა ის ადამიანი, ვინც გასასწრებელს შინახავთ ბედნიერება და სიხარულე მინდა გისურვოთ, პატიმრებს აუცილებლად განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფებს და იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან ბევრი პრობლემა მოგიგროვდათ, ვიცი და რაღაცნაირად ქართველი ადამიანი გაწვალებულია, რაღაც გაწამებული, მაგრამ არა უშავს, ყველაფერს ეშველება მთავარი აი ამ ტკივილებმა, ამ რაღაცა პრობლემებმა ხომ მიგვიყვანოს ღმერთამდე და ჩვენ თუ ღმერთამდე მივართ ამ პრობლემების შემდგომ, აუცილებლად ის პრობლემა უკვე ჩათვალეთ რომ საჩვენოთ იქნება უკვე მოგვარებული და მადლობა ღმერთს რომ რაღაცა ისეთი პრობლემები არის რომელსაც ღმერთამდე მივყავარ და მადლობა ჩვენ ეკლესიას საერთოდ და ჩვენ პატრიარქს და იმ ადამიანებს ვინც ესეთ ღვაწლში არიან იმისა რომ ჩვენ როცა პრობლემა გვაქვს დღეს გვეგულება ადგილი სადაც მივალთ არიან მოძღვრების ვისაც დაველაპარაკები და ვინც ჩვენ პრობლემას გაითავისებთ მადლობა იმ მოძღვრებს და სხვადასხვა ეგ მოძღვრები მე მომყავს ხოლმე აქ და ძალიან მიხარია ხოლმე და ერთ-ერთი ჩემ ბავშვობაში ძალიან პატარა ვიყავი რომელი ადამიანიც იყო ვერის სასაფლაოზე პანტელეიმონის ეკლესია იმის წინამძღვარი იყო მამა გიორგი ჩაჩაო რომელმაც მართლა მთელი აი თქვენ იცით პერიოდი რომ მთელი ვერა გაგზარდა იმით რომ ადამიანს ხო იცით როგორი პერიოდი იყო გაჭირვება სიკვდილიანობა რაღაცა და აი ამ ყველა ადამიანს ეს უვლიდა და დიდი მადლობა მამა არც არ მithქვან სხვათა შორის ეს ჩემი პირადი ფიქრია და მინდოდა რომ მეთქვა და დიდი მადლობა მამა რომ ხართ აი არ არსებობს იქ ვერაზე ადამიანი რომელიც თქვენ არ გიცნობდე და მადლობა ამისაც იმიტომ რომ ბევრი ტკივილს გაუვლია თქვენ ეკლესიაში, იმიტომ რომ თქვენი ტაძარი სასაფლაოზეა და ბევრი ადამიანი ახალგაზრდა უმაგრესი გოგო ბიჭები დაიღუპნენ და აი ამ ადამიანებს ყველას თქვენ რაღაცა მიაგებდით, წესუგებდით და პატივს და მადლობა ამისათვის, მამაო, დიდი მადლობა და საერთოდ ფიქრობ, მამაო, ერთ კითხავთ თუ შეიძლება რომ სასაფლაოზე რომელი ეკლესიაც არის, საერთოდ ადრე თურმე ყველა ეკლესიები რეგიონში სხვათა შორის ესე ხდება ხოლმე. სასაფლაოზე შენდებოდა ხოლმე, სადაც იყო მეტად უფრო საჭირო და უმძიმესი როლი აქვს იქაურ მოძღვრებს რა, იმიტომ რომ ყოველთვის აი შეიძლება უცბად გათენდეს და პატარა სასახლე მოიტანონ რაღაცა და ძალიან რთული არის იქ მსახურება, მე როგორც ვიცი მოძღვრებისგან. თუ შეიძლება მამა, აი ამასთან დაკავშირებით თუ გეტყვი და მე გადავიდეთ თქვენ რა თემაც გინდათ, რა თქმა უნდა, მეზვერი და ფარისევლის კვირაზე აუცილებლად. მე მინდა გითხრათ რომ პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ყველანაირი მადლობა პატივი და თაყვანისცემა ეკუთვნის ღმერთს და დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევწიროთ იესო ქრისტეს დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც გვიკეთებს რაც გვფარავს რაც გაგვიკეთა და რისი საშუალებასაც დღეს გვაძლევს იმიტომ რომ დღეს რომ თქვენ შეგიძლიათ ხო მამაო რომ ეს გააკეთოთ ეს რა თქმა უნდა ღმერთს ხო იმიტომ რომ ეს ღმერთის ძალით იმიტომ რომ მე ხანდისგან როცა ვფიქრობ კაცო მე ამისი გაკეთება როგორ შევძლებდი ამის გაკეთება ხო ნამდვილად გრძნობ რომ რაღაცა სხვა ძალა გაკეთებინებს და გაძლიერებს ამას და რა თქმა უნდა ისიც რომ რა თქმა უნდა პირში ღმერთი გვაძლიერებს და მეორე რომ ამდენი წელიწადი პატრიარქის გვერდში ყოფნამ მე ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე ადრეც ბევრჯერ მაგ ამ გადაცემაში ნათქვამი და მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო რომ ჩემთან ოჯახში არავინ არ იყო სასულიერო პირი და მე ვერავისგან ვერ ვისწავლიდი და აი პატრიარქთან ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე და თუ რაღაცა კარგად გამომივიდა ეს არის ის რომ აი პატრიარქის რჩევებით, დარიგებებით და პირიქში მისი პირადი მაგალითით. იმიტომ რომ იცით რა არის? რჩევა და დარიგება ძალიან ნაკლები ფასი აქვს. თავარი არის პირადი მაგალითი და მე უყურებდი მის ცხოვრებას, როგორ მაშინ იცით პატარა საპატრიარქო იყო თქვენ იცით სიონის გვერდში და იქ სუხელის გულზე ვიყავით სუყველანი და მე მახსოვს და ყველაზე საინტერესო იყო რა ადვილი იყო პატრიარქთან მისვლა შეწუხება და ურთიერთობა. მე როცა ლენინგრადში რო ჩავედი ელემენტარულად იქ არქიმანდრიტი იყო რექტორი იმისი და იმასთან მოხვედრა იყო რა ვიცი რამხელა ის იყო აი ასე მოდიოდა თუ შემოდიოდა ასე მოდიოდა ესეთი ამაყად კაციშვილი ვერ გაეკარებოდა და სულ მახსენდებოდა ჩვენი პატრიარქი როგორ მოდიოდა აი წირვიდან რო გამოდიოდა ყველა მივიდოდა მასთან დალოცავდა რაღაცა შეეკითხებოდა რაღაცას იმას იზავდა და ძალიან დიდი მოთმინების უნარი ჰქონდა ერთი ქალბატონი იყო სულ მრავალ სერიულ სიზმრებს ხედავდა რაღაც ღვთაებრივ სიზმრებს და მივარდებოდა და პატრიარქს რაღაცას მოყვებოდა რომ აისა მაგრამ
სანამ პატერს მოყვებოდა მე მომიყვებოდა რომ თქო აი მე უნდა ახლა ეს პატერს მოუყვე და მე ვეუბნებოდი არ გინდა ახლა ძალიან არ შეაწუხო წირვიდან დაღლილი მიდის და მაინც მივარდებოდა სანამ სიონიდან რეზიდენციამდე ფეხით მივიდო და იქ იმას შვებოდა და აი ეს უშუალო უბრალო იოლად მისაწვდომი აი ეს როგორც ქრისტეც ასე იყო აი პატერეკ ეს გვასწავლა ეს გვასწავლა რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო მედიდურობა აი ეს ყველაფრისგან რომ ეს მიუღებელი არის სასულიერო პირისთვის და დღეს რაღაც აიმებზეც ვისაუბრებთ ჩვენ და ამიტომ მე ამ რა ვთქვი შექებას არ მივიღებ ყველა შექება ეკუთვნის ღმერთს და მის უწმენდესობას ვისგანაც აი ეს ჩვენ ყველაფერი ვისწავლეთ და რომელმაც დაგვაყენა აი ამ სწორ გზაზე და ეს ადამიანობა ემპათია ადამიანის მიმართ პატიების პირდაპირ რომ იკურთხეთ ერთი 40 წელი კი გავიდა და ეგრევე იქ მოხდით მამაო პანტელეიმონის ეკლესიაში თუ პირველად მე ჯერ სიონში მსახურობდი მე იმაში ანჩისხატში მსახურობდი და მე უკვე გადმოვედი აქეთკენ აი ომი როცა დაიწყო მე გადმოვედი იქ რომ რაღაცა ცოტა მომეხსნა ის დაძაბულობა იმიტომ რომ პირადი კითხვა შეიძლება მამაო აი ყოფილა რომ რაღაცას მომქმედია ისე რომ მთელი კვირა შეიძლება აი ხასიათი და უმძიმეს მდგომარეობაში ყოფილ აი მაგალითად ასულხარ და რაღაცა აი გარდაცვლილი ვიღაცა მოუყვანეთ რაღაც აი თუ ის და ძალიან ბევრი ხალხი და ყველაზე საწყენი იცით ჩემთვის რა იყო რომ თუ იმ დროს აფხაზეთის ომიდან ერთ გარდაცვლილს მოასვენებდნენ თბილისში ერთ სამ ახალგაზრდას კლავდნენ ანუ თბილისში ამ დროს აი როცა ჩვენ აფხაზეთში ვომობდით თბილისში უფრო მეტ ახალგაზრდა ბიჭებს კარგავდით ვიდრე იქ ომის წინა ხაზზე აი ეს იყო ჩემთვის აი აუტანელი იყო აი ამ დროს როცა ასეთი გაგანია ომი არის და როცა იქ ჭირდება რაღაც ძალები აი აქ ხოცავდით ერთმანეთს ამ დროს თბილისში მიდიოდა ხოცვაში ლეტვა და ეს იყო სრულიად მიუღებელი და საერთოდ ეს ამას დასჭირდება მე ნუ ამაზე ახლა საუბარი ახლა ეს დასჭირდება მე ძალიან დიდი ანალიზი ეზრა მარცხი მოგვივიდა 90-იან წლებში ძალიან დიდი მარცხი მოგვივიდა სამწუხაროდ და ძალიან ახლა ნუ რა თქმა უნდა იცით შეიძლება ახლა მამო მილიონით მეტი ყოფილიყავით ხო ქართველები ეგრე საერთოდ სხვანაირად ყოფილიყავით ჩვენ შეიძლება მაგრამ იცით ესეთი ანდაზა არის რომ როცა გემი ჩაიძირება მაშინ ყველა მიცის რატომ ჩაიძირა ეს გემი ხო და იქამდე უნდა იცოდეთ რომ ჩაიძირება მე ყველამ ძალიან ჭკვიანურად აი ტიტანიკი რო ჩაიძირა მე ყველამ გათვალა რომ თურმე ეს ისე არ იყო გაკეთებული ასეთი შეცდომა იყო ეს ასე იყო ეს ყოველთვის პოსტფაქტუმ ჟელობა ყოველთვის უფრო ადვილი არის მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრად უფრო და აი მე გეუბნები ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ 90-იანმა წლებმა ჩვენ ძალიან უკან წაგწიეს ეკონომიურად სულიერად ნუ მართალია რაღაცებს ვაკეთებდით იმ დროს დაუშვათ იმ დროს მივხვდით იმისა აი ამ ხელა ომისა გარემონდა ჩვენი ტაძარი მე ნამდვილად არ მეგონა მაგრამ ღვთისშეწევნით რატომაც ზუსტად იმ წლებში როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა იმ დროს ძირითადი ნუ ახლა ყოველდღურად რაღაცას უმატებს ამ ჩვენ ტაძარს მაგრამ ძირითადი მაშინ მოხდა აუ თუ შეიძლება პატრიარქი რომ მოვიდა რამდენი ტაძარი იყო მოქმედი და რამდენი სასულიერო პირი იყო თუ აი რა მოხდა მე მგონი 5 ტაძარი იყო პატრიარქი რომ მოვიდა 4 ეპისკოპოსი იყო და მე მან აკურთხა და 12-მდე მიიყვანა. ტაძრები იყო, მე თვითონ შემიძლია ჩამოგითვალოთ. სიონი, ანჩისხატი ჯარი მოგდრას ლაპარაკ. სიონი, ქაშვეთი, დიდუბე, ბარბარე, ქვემო ბარბარე, მამა დავითი და პატარა სამება ფურცელაძეზე, აი საჯარო ბიბლიოთეკის უკან. ხო. ისიც რიგრიგობით იხსნებოდა, ხო მამო? არა, იმ დროს 79 წელს უკვე პატრიარქმა მოახერხა და აი ეს ტაძრები უკვე მოქმედი და რა თქმა უნდა ალექსანდრე ნეველი მოქმედი იყო და იყო მიხეილ ტვერელი მოქმედი. აი ამდენი ტაძარი იყო იმ დროს. და რა თქმა უნდა 7 ტაძარი. მეტიც, არა, მეტი 7-ზე მეტი იყო. ხო და ეხლა მოქმედი, ანუ მოქმედი, ხო, აი ესენი, ეს ყველა იყო მოქმედი. თბილისის ტერიტორია. დღეს 1000-ობით. ხო, ხო და ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა, მართალია იცით მე ისე ვამბობ.
აი ვისაც იმ ეპოქაში არ უცხოვრია და რომ მოღვაწია, იმათ ბოლომდე უჭირთ, რომ აღიქვან რა გაკეთდა. იცით? იმ დროს აი თითო პატარა რაღაცა აი სამლოცველო სახლის გახსნაც დიდი ზეიმი იყო ეკლესიაში. და სხვათა შორის მე მახსოვს ერთი პერიოდი ხელისუფლება ძალიან ჭირდებოდა რომ უნდათ რომ ალავერდი დაეკეტათ. მაგრამ ისევ პატრიარქის ისა ოჩახობით მოხდა ის რომ არ დაიკეტა დიდი ასეთი ბრძოლით და იმით. დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა მაგაზე მთელი ისტორია არის კრიმინალური ისტორია არის შიონღვიმის მონასტერზე. მაშინ ის არ იყო მოქმედი. და შობა დღეს პატრიარქმა დავალა მამა იოაკიმე ასათიანს, რომ წასულიყო და იქ ჩაეტარებენ წირვა პატრიარქის კურთხევით და იქაური იქ მაშინ იყო მუზეუმის დირექტორიც არ უშვებდა მას. მოკლედ როგორ პატრიარქის დავალება არის და ის არის და შევიდა დაიწყო წირვა. წირვა ჩაატარა, ამ დირექტორმა ადგა და გარედან გადაკეტა ეს კარები. წარმოიდგინეთ და თან შობა დღეს ღამე შიონღვიმე შეხლა იმ ყინვაში დარჩა მამა იოაკიმე. დარჩა და ვერ გამოვიდა. მარტო და მე დავითნე იყო, თვითონ და მე დავითნე იყო და დარჩნენ იქ აი ასე და ვერ აღებენ კარებს, მან აკეთა ჩარაზმა კარები და აღარ გამოუშვა. მერე და თოფის როლა უნდა მამა იოაკიმისთვის. და მთელი ის იყო და მერე დილით მამა იოაკიმე რო აღარ გამოჩნდა, მერე რაღაცა განგაში დაიწყო და მაშინაც უკვე ასაკოვანი იყო და იფიქრეს რომ რამე ხო არ არის და მივიდნენ და ხედავენ რომ ეს ჩარაზმულია კარები, ეს თოფით დგას, ის იქიდანაც ჩარაზმულია კარები, რომ ეს თოფით არ შეუვარდეს და მერე მოკლედ რაღაცა განიმოხდა ეს სიტუაცია. სხვათა შორის მაშინ ზიანად გამსახურდია ინტერვიუ მისცა ამერიკის ხმას აი ამ მოვლენასთან დაკავშირებით და იქიდანაც ისახნა და მერე უკვე ცოტა რაღაცა მოწესრიგა. თორემ აი გეუბნებით, ესე იგი მამა იოაკიმეს მოსაკლავად დაძდევდა ის თოფით, იმიტომ რომ ის მივიდა და აი წარმოიდგინეთ, ესე იგი უფრო სწორედ მამა იოაკიმემაც ჩაკეტა შიგნიდან კარები, იმიტომ რომ ის მოვიდა ოლულიანი თოფით, რომ ესროლა დირექტორი, აი ამ იმ კომპლექსის დირექტორი, ვინც იყო მაშინ ისა რომ უხსნიდა რომ ეს არის პატრიარქის კურთხევით, ან ნებართვა არის უკვე რომ ჩვენც ნაწილობრივ ვიყენებთ თუ ამასო რაღაც ისა და აი წარმოიდგინეთ შობა დღეს ესე იგი აი ეს იმ კომპლექსის დირექტორი მოსაკლავად ისაქნა გაიმეტა კაცი რომ არ ჩაეკეტა კარები და სანამ დახმარება არ მოვიდა ის იჯდა აი ასე ისა ხო აი წარმოიდგინეთ ეხლა დღეს თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინეთ რომ ყდელ მივიდეს ტაძარში სადღაც მცხეთა თბილისის ეპარქიაში და მას მოსაკლავად ესე იგი თოფით ვიღაცა დახვდეს და ასე შემდეგ. აი ესეთი პირობები იყო. ამიტომ იქ ძალიან ბევრი გაკეთდა. მაგრამ დღეს ვინც არიან აი ამ უფრო ახალგაზრდა თაობას, ვინც გორბაჩოვის შემდეგ მოვიდა, დამოუკიდებელ საქართველოში მოვიდა, ამათ უჭირთ ამის ყველაფრის, ამისი ფასი არ ესმით. მე მესმის რომ შევდივარ ტაძარში მე მახსოვს რომ აი იყო დრო როცა მამა იოაკი თან ერთლულიანი და ორლულიანი ტოპით კლავდნენ იმის გამო რომ მან შევიდა რომ ჩვეულებრივად საშობაო წირვა ჩაეტარებია აი ასეთი პერიოდი გავიარეთ ჩვენ ამიტომ არავის არ იგო მაგრამ აი ამ ფონზე ზუსტად ეკლესია იზრდებოდა მატულობდა ყველაფერი და რა თქმა უნდა პირიქში რომ სასულიერო სკოლა იყო სადაც იქ სწავლობდნენ სტუდენტები და უფრო მომზადებული საღვთელოება გამოდიოდა და მერე ინტელიგენციაც ალაპარაკდა ძალიან სერიოზულად ამ მოვლენასთან დაკავშირებით და ეს ინციდენტი მერე ჩაიფარსა, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ასე მის გაკეთება შეუძლებელი არის. ნუ ყოველ შემთხვევაში ითქვა რომ ამან თავისი იმით გააკეთა ეს, ანუ ზემოდან ბრძანება არ იყო, თავისი ინიციატივით გააკეთა ამ კაცმა და აი ასეთი ამბავი. ასე რომ ჩვენ უნდა კარგად ვესმოდეს რა გავიარეთ და რა მონაპოვარი გვაქვს დღეს ჩვენ ხელში და რა მძიმე იყო ამის შენარჩუნება ამის ყველაფრის. ანუ ის კი არა ახლის გახსნა.
ხო? აი ესეც იყო ძალიან რთული. მაგრამ ახლა ჩვენ სულ წარსულზე ვერ ვისაუბრებთ, მოდი დღევანდელ დღეზეც ვიფიქროთ. სხვადასხვა მამა ამაზე მინდა რომ ერთხელ მართლა ძალიან ბევრი რამ იცი თქვენ ამის შესახებ და მინდა რომ ერთხელ თქვენ არ იცოდით აი მამა იოაკიმის ეს ისტორია? ო, ძალიან გაგახმაურებული ისტორია იყო. ჩვენ ამ დროს სემინარიაში ვსწავლობდით. და რო გავიგეთ რომ მამა იოაკიმის მოკლა უნდა თოფით მერე ჩვენამდეც მოვიდა ჩვენს დავაპირეთ მაგრამ უკვე საპატრიარქოდან ჩავიდნენ და იქ განუხდეს სიტუაცია და მანქანით მამა იოაკიმე წამოიყვანეს თორემ ჩვენ უკვე ვაპირებდით რომ ჩვენც დავძრულიყავით შუამღვიმის 12 კილომეტრი იყო და თანაც მანქანა არ იყო ვაპირებდით რომ ფეხით სირბილით ჩავსულიყავით მაგრამ გავიგეთ რომ ყველაფერი განიმუხტა და ასეთი მდგომარეობა იყო. ასე რომ ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, ძალიან რთული და აი ეს არის პატრიარქის დამსახურება, რომ აი ესეთ ძიმე პერიოდში, რომ კი არ დავკარგეთ, არამედ პირიქით შევიძინეთ. და იმ დროს არ დაკარგვაც იქნებოდა დიდი ვაჟკაცობა. მაგრამ ჩვენ არამც თუ არ დავკარგეთ, ჩვენ შევიძინეთ. შეინარჩუნეთ. შევიძინეთ მეტი. ის ხო შევინარჩუნეთ, არ დავკარგეთ, მაგრამ მეტიც შევიდი, მეტი ეკლესიები გავხსენით, მონასტრები გაიხსნა. ის იმაში ბეთანია მუშაობდა. ბეთანია მუშაობდა, იქ ორი ის იყო, ერთი მამა ივანე იყო და ისა შეყლაშვილი და დიაკონი ლაზარე აბაშიძე? არა, იმ დროს მამა ლაზარე ჯერ მერე მოვიდა 80-იან წლებში მამა ივანე ორნი იყვნენ, მამა ივანე და მამა ევსევი, დიაკონი ევსევი იყო, მაგრამ გარდაიცვალა დიაკონი ევსევი. ხო. და აი იმაზე შუამღვიმეზე ასეთი ტრაგიკული ბრძოლები გვიწევდა იმისთვის, რომ აი დღეს მივდივარ ჩვეულებრივად დიდი მონასტერია ყველაფერი, მაგრამ მამა დღესაც არის ბრძოლები, უბრალოდ სხვა სახით არის. ხო, სხვა სახით არის, რა თქმა უნდა. ხოშოს ეს ღია ბრძოლები და ესეთი ისინი უფრო მის იყო, რა ქვია, ვიდრე დღეს ესეთი მზაკურული სახით რო არის ბოროტი, რაღაცნაირად შემოჭრილი რა. დღეს უფრო ის არის, იმიტომ რაღაცა გონებრივი ბრძოლებია, რომელიც რაღაცნაირად. კარგით, ამ თემებზე მამა აუცილებლად აი შევთანხმდეთ, რომ შემდეგში აუცილებლად ვისაუბროთ რა, იმიტომ რომ ძალიან ყურაცაღები თემაა, იმიტომ რომ ის ადამიანები დღეს ვინც ებრძვის ეკლესიას, ხო და ვისაც გონია რომ ეკლესიას თუ რამეს დაუშავებს, რომ რაღაცა წინსვლა არის, აი უბრალოდ მაგათ მინდა რომ რას ებრძვიან, რომ იცოდნენ და აუცილებლად და რა დიდი იმით ჩვენ ვიდექით, აი ამ დარტყმის წინა ფლანგზე ვიდექით. სხვათა შორის მინდა გითხრათ რა ხდებოდა, იცით? სასულიერო სემინარიაში თუ ვინმე ჩააბარებდა და ხელისუფლებას არ უნდოდა რომ ის ყოფილიყო სემინარიაში და იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა მინუსი საბჭოთა ხელისუფლებისთვის სპეციალად ქუჩაში დაახვედრებდნენ პროვოკატორებს და ჩხუბს დაიწყებდნენ. ნუ ისიც ახლა ბიჭია, კაცია, რაღაცა და რომ დაუწყებცემა და ხელს შეუბრუნებდნენ, მერე, ესე იგი დააფიქსებთ რომ თითქოს ამან გალახა ვიღაცა და ხულიგნობაზე დაიჭერდნენ. იგივე გაუკეთეს თავის დროზე მამა ანტონი გულიაშვილს. ხო, მაგრამ ციხეში, მაგრამ ხო, პირადად მომიყვა მე ეს მთელი ისტორია, როგორ მოხდა აი ეს ამბავი. ხო. ხო და ასე ფათაშორის მამა ანტონს ბოლოსაც ძალიან ცუდად მოექცა რამოდენიმე ადამიანი შეგნებულად მაგრამ თუ არ ვწდები ეს საქართველოში არ მოხდა, რუსეთში მოხდა. მაგი წავიდა რუსეთში. სხვათა შორის მაგი ყვება რომ მეო ისაო რა ქვიაო მაშინ მეუფე ის იყო დავით ეფრემი იყო და ზინოპი ხო მეუფე ის იყო და ხო და მითხრა არ წახვიდიო და მე არ დაუჯერე და წავედი იმაში რუსეთში მონასტრებში და იქ მithumetes მიუღებელი იყო ანაფორი და ის მოდის ანაფორით ქალაქში და ვიღაცა ტიპი მოვარდა და შეანერწყვა მე როგორც არა ჯერო რა ძალა ქონდა წიხლი ჩამარტყა მუხში და ისე მეტკინა რომ ძლივს ჩავიკიდა მაგრამ მოვითმინე და მე აიღო დაიწყო ანაფორაზე ფურთხება დაიწყო და აი მაშინ მე შეუბრუნე ხელი და მე დაიჭირეს და ასეთი ის იყო. ანუ ასეთი პროვოკაციები იყო ძალიან ხშირი სხვათა შორის.
როცა აი ასეთი ადამიანები ასე აი მე მახსოვს იქ ერთი ორი ბიჭი ერთი იყო და ცოტა ამაყი ბიჭი იყო თან მოჭიდავეც იყო რაღაც ისა და ქუჩაში სემინარიასთან დახვდნენ და ცემა დაუწყეს ხო და რაღაც მომენტში ვეღარ მოიწმინა შეუბრუნა ხელი და ამიტომ დაიჭირეს ხო დაიჭირეს და ეს იყო ძალიან ხშირი მომენტი ანდა ყველაფერს გააკეთებდნენ რომ ჯარში წაეყვანათ სემინარია იმ დროს არ ათავისუფლებდა ჯარიდან სემინარი არ ათავისუფლებდა ჯარიდან თქვენ რო იცოდეთ და რამე რო ყოფილიყო ღვთის უფლებაც ჰქონდათ ჯარში წაეყვანათ გინდა დიაკონი გინდა ღვთელი სემინარიც არ განთავისუფლებდა და ამიტომ რაღაცას მიზეს მოუძებნიდნენ და ჯარში წაიყვანდნენ მეუფე იობს ასე გაუკეთეს აქიაშვილს მაგ უნივერსიტეტში სწავლობდა უნივერსიტეტს ხო ქონდა სამხედრო კათედრა ხო იქიდან ხო უკვე ოფიცრის წოდება ხო ენიჭება ხო ხო და უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიურზე თვარს ეკონომიურ ჩვენ ერთად იმაშვებოდით იქ მე და მეუფე იობი ერთად ვიყავით იქ სტიხაროსნები და ეკონომიურზე სწავლობდა და უცბად მე რო ისავქენი რო არ მოეწონათ ეს რო უნივერსიტეტის სტუდენტი ის არის და გააქანეს ჯარში ამ დროს არ ეკუთვოდა უნივერსიტეტი ვინც იმ დროს ის არის იცის კარგად რომ ის არის და მეუფე იობი 2 წელიწადი იყო ჯარში და სხვადასხვა პატრიარქმა 1-2 ძალიან და ესეთი წერილი მისწერა დამამშვიდებელი რომ ნუ გეშინიაო და აი ასე რაღაცა ძალიან კარგი ესაც ეხლაც აქვს მეუფეს შენახული ეს წერილი პატრიარქის ჯარში რომ მოვიდა პატრიარქისგან აი ძალიან დიდი ადამიანი მართლა საქართველოსის ძალიან დიდი აქვს ბევრი აქვს ეკეთებული მეუფე იობს აქედან დიდი პატრიარქი ხო და მეუფე იობი ასე წაიყვანეს ჯარში ხოლო იმის გამო რომ ის ლექციების შემდეგ მოდიოდა და ლექციის რა შაბათკვირას მოდიოდა და გარეთ გამოდიოდა პატრიარქის კვერთხი ეჭირა ხელში ან დაუშვათ მანტიას მოყვებოდა უკან ან აი რაღაცა შაბათკვირას წირველ ლოცვაში ღებულობდა მონაწილეობას და გეუბნები მე მგონი მეუფე იობი არის ერთადერთი ისტორიაში უნივერსიტეტის იმ დროს თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი რომელიც სწავლის დროს წაიყვანეს ჯარში აი კი ბატონო იმ დროს ვინც იყო აი მე არ ვიცი ახლა ზუსტად მაგრამ მე რამდენად მახსოვს იქ სადაც იყო სამხედრო კათედრა ისინი ჯარში არ მიყავდათ იმიტომ რომ იქ უფროსი ლეიტენანტები გამოდიოდნენ იქიდან და არ იყო და მე ერთ-ორთვიან რაღაცა შეკრებებზე წაიყვანდნენ და მეუფე იობი 2 წლით სრულფასოვანი ჯარიც მოვლა მეუფე იობს მოუწია იმიტომ რომ აი ასე განაცხადა საბჭოთა ხელისუფლება რომ უნივერსიტეტის სტუდენტმა ეკონომიურზე სწავლობდა თვარცდები იმის სტუდენტმა გაბედა და აი ასე დაიწყო ისე და არ გეგონოს რომ ყველაფერი ისე იყო რა ისე რომ სათფურ პირობებში რო ვიყავით არავის არ ეგონოს ეს ამბავი ესეთი რაღაცები იყო და ეხლა ისევ დაბრუნდეთ დღევანდელ დღეს და ვიფიქროთ რა გავაკეთოთ იმისთვის რომ ის დღეები არ დაგვიბრუნდეს და რა თქმა უნდა ყველაფერი უფლის ხელში არის და რა თქმა უნდა ჩვენ ეხლა კვირას ყველა მრევლმა კარგად იცის რომ ჩვენ წავიკითხეთ მეზვერის და ფარისევლის შესახებ და ეს იგავი და მე მინდა გითხრათ რომ გასაგები ეს ძალიან ისეთი იგავია კარგად ცნობილი და ამიტომ მაგრამ რო იყვენ ერთ-ორ სიტყვას შევძლებ რომ ჩავამატო. ეხლა რა ხდება იცით დღეს ჩვენთვის სიტყვა მეზვერე არის ლანძღვითის სიტყვარი. მაგრამ იმ დროს ეს ასე არ იყო ქრისტემდე. აი როგორც ხულიგანი, ხო? ხულიგანი ეს არის ინგლისური გვარი. დღესაც არიან ხულიგან. მაგრამ იქ ერთი კაცი ამგვარად ადრე საუკუნის დასაწყისში ძალიან ცუდად იქცეოდა. და თქვენს რო ის ხულიგანი, აი ხულიგანი და იქიდან მე ინგლისში გავცელდა როგორ ხულიგან
და მერე გავცელდა მთელ სოფლიოში ხულიგანი. ამ დროს ეს არის ჩვეულებრივი, როგორც თქვა, რომ დაუშვათ შალამბერიძე, ან ეძღვერაძე, ან რაღაცა გვარი რო იყოს, აი ასეთი არის ხულიგანი. და დღესაც თქვენ შეგიძლიათ თუ სატელეფონო სპრავოჩიკში ნახავთ, იქ ბევრ ხულიგანს გვარად. გვარი არის ჩვეულებრივი. და აი ზუსტად იგივე დაემართა მეზვერეებს. ფარისევლებს. ანუ საბოლოო ჯამში ფარისევლები იყვნენ ძალიან მაგარი ადამიანები ითვლებოდნენ იმ დროს, ძალიან წარმატებული ადამიანები. და მე მგონი ბევრი ღვთელი დღეს ვიზუალით ფასდებოდა. ხო, ვიზუალით და ბევრი ღვთელი დღეს ინატრებდა, რომ ფარისევლის დონეზე მრევლი ყოლოდა. იმიტომ რომ ისინი ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდნენ. ყველაფერს, აი, გარეგნულად ყველაფერს ასრულებდნენ ზედმიწევნით. ჩაცმულობაში, იმაში, ლოცვაში, ჭამაში, ლაპარაკში და ისინი იყვნენ საუკეთესოებად ითვლებოდნენ. იყო ძალიან წარმატებული და თითით საჩვენებელი ადამიანი იყო. ეს თან იყო პოლიტიკური პარტია იყო. და თანაც იქ თავმოყრილები იყვნენ ძალიან წარმატებული ხალხი და ისინი საკუთარი თავის შესახებ ბათეგონად რომ ისინი არიან ძალიან მაგრები და კარგები. თანაც ეს უკვე ჩამოყალიბებული სტატუსი იყო. ეს ფარისეველი ეს 10 წლის და 20 და 50 წლის მოვლენა კი არ იყო, ეს განცილებით უფრო ხანგრძლივი მოვლენა იყო. ამიტომ თუ შენ იყავი ფარისეველი, შენ ითვლებოდი ისრაელის საზოგადოების ერთ-ერთ წარმატებულ პიროვნებად და საჩინო ასეთ იმათ რა ქვია წევრად. და აი ესეთი ადამიანი ორი ადამიანი ფარისეველი და მეზვერე მოდიან ეკლესიაში. კი ძალიან კარგია. ძალიან კარგია. ყველამ უნდა მოდიოდეს ეკლესიაში და ისინიც ასე შემოვიდნენ ეკლესიაში. და ფარისეველი იყო ესეთი წარმატებული ადამიანი. და რო შევიდა იმ ტაძარში, დაიწყო საუბარი, რომ იცი რა, აი ღმერთო, აი ნახე, როგორი წესიერი ადამიანი ვარ, რომ ყველა ლოცვასო ვასრულებ, არ წერდ ლოცვას არ ვაცდენდო. კანონების დამცველი თანაცო მიათეცო სინაგოგას ვწირავო, პატიოსნათო. არა, მართლა ასეა, იცით, კარგი არის, ხო? კაცი ყველა ლოცვას, აბა დღეს რომ ადამიანზე თქვა, მოდი არ ვიცოდეთ ფარისეველი რაღაცა, ვიღაცაზე მე რომ მოვიდე რომ მოგიყო, ისეთი ადამიანია რომ ყველა ლოცვას ზედმიწევნით ასრულებს, თავისი მოგების 10%-ს ყოველთვიურად ეკლესიას წირავს და ასე შემდეგ. და კითხოთ, აბა როგორი ადამიანია, თქვით, ვიმე რა კარი ადამიანია, ხო? იმ მომენტში რო არ გაიფიქროთ, რაზე მიდის საუბარი. ხო და ესეთი ადამიანი მოდის და დგება ამბობს, ღმერთო, აი მე ასე აგერ ამას ყველაფერს ვასრულებ, ვლოცულობ, მიათეც ვწირავო და სხვადასხვა და არ ვარ ისეთი მრუში და ცუდის გამკეთებელი, როგორც აი ეს მეზვერისკენ გაიშვირა ხელი. ეხლა კიდე ერთხელ გავიცოთ ვინ იყვნენ მეზვერები. მეზვერები, ნუ მე აქ მაქვს ამის შესახებ ნათქვამი, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც კიდე ერთხელ რომ აი კონტრასტისთვის მოვყვეთ ვინ არიან ისინი, ესენი იყვნენ ადამიანები. საქმე მაშინ რომ ისრაელი იყო დაპყრობილიერი რომის მიერ და რომი მაშინ დიდ გაცხრომაში ცხოვრობდა და მათ სულ სჭირდებოდა შემოსავალი, გადასახადები. და მათ ევალებოდათ რომ გადასახადები უნდა შეეგროვებიათ. რომისთვის. თანაც ეტყოდე, თან მაგ ხელფასი არ ქონდათო. აიო თქვენო, აი რაც რომს ეკუთის, იმდეს რომ შეკრიბავთო, შეგიძლიათ უფრო მეტი მოითხოვოთ. და ის თქვენთვის დარჩება და აგარაკები და ისინი და კაი ცხოვრება იქიდან გექნებათ. ნუ ისინი რა თქმა უნდა საკუთარ თავს არ ივიწყებდნენ და იმდენს ართმევდნენ რომ ერთი რაც რომში იყო გასაგზავნი, ერთი იმდენს თავისთვისაც ართმევდნენ. და ამიტომ ისინი იყვნენ ებრაელები. კი, მაგრამ იყვნენ ყველა ებრაელის მიერ მოძულებულები იყვნენ. და ის კი არა, იცით იქ რა ატმოსფერო იყო შექმნილი. ჩვეულებრივად კი არ ზულდათ. ისე ზულდათ რომ ბევრჯერ იყო მცდელობა მათი მოკვლის. და ამიტომ ვინც ცოტა შეძლებული იყო ეს მეზვერე, ის აუცილებლად დაცვით დადიოდა. რატომ? იმიტომ რომ ისრაელში იყვნენ ასეთი მოძრაობა იყო კარიოტელების მოძრაობა. კარიოტი ნიშნავს ასეთი სპეციალური დანა,
რომელიც ასე შენახულად ქონდა დადიოდნენ და ეძებდნენ რომ სადმე მეზვერე დაენახათ რომ ბოდიში და გოჭივით რომ დაეკლათ ის კარიოტი და ამიტომ სხვადასხვა ამაზე ვერსიაც არის იუდას რომ ის კარიოტი ანუ ის იყო იუდა კარიოტი ანუ ადრე სანამ ის გახდა მოციქული ის იყო კარიოტი დანი დადიოდა და ამ ვერსიას კიდე რატო epxrobიან ბევრი ის ღვთისმეტყველი რომ აი ის ყულაბა შემოწირულობით მას ჩააბარეს მას ხონდა ის მართლა იქიდან მე იპარავდა რაღაცებს მაგრამ მას ჩააბარეს რატომ რომ მაინც იცით რომ მაინც იმ დროს სად იყო პოლიცია რაღაც ისა და რომ არ ვიღაცას რომ არ წაერთო იმიტომ რომ ქრისტე რომ ამდენს რომ კურნავდა ამდენს ეხმარებოდა რაღაც ისინი მოდიოდნენ და იმ ყულაბაში წირავდნენ და ამიტომ მას ჰქონდა ჩვევა ეს კარიოტის დანის და კარიოტელი იყო დანის სტარების და იმიტომ აი ეს ყულაბაც ჰქონდა და იცავ იმიტომ იუდა ის კარიოტი სიამოვნებაში შესაძლოა ის კარიოტელი ასეთი ისა და ან თქვენ წარმოიდგინეთ რომ მეზვერეები იყვნენ მეზვერების სტატუსი ისეთი იყო რომ მათი მოკლა ითვლებოდა წყალობად ისრაელის საზოგადოებაში ვიღაცა ამოისუნთქებდა რა ხო მათი მოკლა თან იყო აი იმათ და ზოგან გმირობაც იქნება ხო რა თქმა უნდა ეს კარიოტელები გმირებად ითვლებოდნენ დადიოდნენ სპეციალურად ქალაქში და ეძებდნენ რომ სადმე გამოჩენილიყო ასეთი პიროვნება და აი ასეთი ორი ადამიანი შეხედეთ ორი კონტრასტი ასეთი ადამიანი ცუდი ადამიანი რომლის მოკლას ებრაელების ძირითადი მოსახლეობა ნატრობდა და ეს წარჩინებული ადამიანი რომელიც ბევრ რაღაცაში მართლაც კარგი ადამიანი იყო მაგრამ მან დაიწყო ლოცვა და მისი ლოცვა რას დაემსგავსა მისი ლოცვა დაემსგავსა იმას რომ ის კი არ ლოცულობდა აი ერთმა ინგლისელმა ღვთისმეტყველმა თქვა he was not praying he was pricing ანუ ის კი არ ლოცულობდა არამედ საკუთარ თავს აფასებდა. ანუ ღმერთის წინაშე დადგა და დაიწყო თავის შეფასება. აი ღმერთო ნახე, როგორი კარგი ვარ და არა როგორც ეს გარეწარი, ეს ფარისეველი. გარეწარი მეზვერე. და როგორც ქრისტე ამბობს, რომ გამართლებული იქიდან წავიდა ეს მეზვერე. და რატომ? რატომ? აი აქ იმიტომ რომ მან დაიწყო უფალო მილხინე მე ცოდვილსა. და ამან კიდე ესე იგი თავი დააყენა. იცით რა შეასაქმე და მაგრამ ესე იგი ეს ჩვენზე არის ეს ისე იგავი. იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენთაგანი ფსიქოლოგიურად ყოველთვის განწყობილია რომ საკუთარი თავი შევადაროთ ვიღაცაზე ვინც ჩვენზე უარესი არის. იმიტომ რომ იქ იმ ისრაელში ფარისეველზეც მეტი უკეთესი ხალხი იყო. მაგრამ მან ისინი არ გაიხსენა იმ დროს. არამედ ვინც იყო უარესი, მასზე უარესი. და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ჩვენ ცხოვრებაში, როცა ჩვენ ვცდილობთ, თით ეს არის ყველა ადამიანი არის საკუთარი თავის ადვოკატი, ასე რომ ვთქვათ. და რომ რაღაცნაირად ჩვენი ნამუსი და სვინდისი დავამშვიდოთ. ო რამდენი კაირა ისეთი ხო მაინც არის. ხო, მაინც ისეთი ხო არა ვარ თლად, ხო? ხო? ძალიან მაგარია ეს მშობელს როევნე კარგი რა. ხო, რაღაცა ის მე ხაიმთლად დავტოვებნებია შე რატო არ მეცადინიობ და რაღაცას არაკეთებ და აცდენ სასწავლებელს და მე ნახე იმასავით ნარკომანი ხო არა ვარ, ხო კაიგე და იმ წუთში რო იტყვიან მშობელი ჩერდება, ხო. და ეს დევს ამიტომ ეხლა რისი თქმა უნდა რატომ ეს შევეხე ეს იგავი კი არ არის მეზვერეზე და ფარისეველზე ეს არის იგავი ჩვენზე აი როგორ ჩვენ ღმერთი ჩვენ როგორ ხედავს როგორ წარვდგებით ჩვენ ღმერთის წინაშე აი ეს არის იგავი ამაზე რომ როგორ უნდა წარვდგეთ ღმერთის წინაშე სწორედ აი ეს არის და ამიტომ როცა ახლა უკვე ნელ-ნელა ჩვენ უახლოვდებით დიდ მარხვას აი სინანულთან დაკავშირებით ხო ანუ და აი ზუსტად ეს არის რომ საქმე რა შეეცით კიდე ერთხელ მინდა შევახსენო რომ ბერმა იცის უკვე ჩვენთანაც ახლა ყველა მრევლმა იცის რომ როცა სიტყვა მარხვა სამწუხაროდ მაინც ბევრ ადამიანში ეს მარტო რაღაცა დიეტას ეხება
აი ზუსტად დიდი მარხვაში, აი რო ვთქვათ, მნიშვნელობით, ეს დიეტა დგას მეოთხე ადგილზე, თავიდევრობით. წინ დგას უფრო სხვა მომენტები. და ერთ-ერთი მომენტი ზუსტად ეს არის სინანული, რომელიც ჰქონდა მეზვერეს და ის აპარტამნები, რომელიც ის სიამაყე, რომლითაც ის წარსდგა ღმერთის წინაშე. მაგრამ მე ისე ვიმეორებ, მას ჰქონდა უფლება. ამაშია საქმე. საქმე მაშინ ის არ იყო ცუდი ადამიანი. მაგრამ ამის აფიშირება და ამით თან იცით როგორც საზოგადოებაც ასე იყო. ანუ ყველგან თუ ის რამე იმ დროს რამე თუ რაღაცა იწერებოდა, რაღაცა საუბრობდნენ, ხო? ყველგან ის ფარისეველი იყო ნახსენებული როგორც მოხსენებული როგორც წარჩინებული ადამიანი. წარჩინებული ადამიანი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას ქონდა გარკვეული პირობები, ხო? აი ზუსტად მან დაარღვია ღმერთთან მისვლის პროცედურა. ღმერთთან მისვლის პროტოკოლი დაარღვია. და მან საკუთარი სუსტი ახლა გასაგებია ის იყო წარჩი, მაგრამ რამდენი შეცდომა მაინც ჰქონდა ცხოვრებაში. და ის კი არ გაიხსენა ღმერთო მაპატიე რომ მე აი დავაშავე, იქ კარგან არ წავიკითხელოცვა, იქ ფორმალურად რაღაც ვქენი, იქ რაღაც ისე ვქენი. არა. აი მე ისეთი ცუდი არ ვარ როგორც ის არის. ხო. აი ეს არის. და ამიტომ დიდ მარხვაში როცა ჩვენ შევდივართ, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავიხსენოთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ახლა უნდა მივხვდეთ რა უნდა ღმერთს ჩვენგან. აი რა უნდა ღმერთს ჩვენგან საბოლოო ჯამში, ხო? დიდი ანგარიშით. და აქედან ჩვენ დაუბრუნდეთ აი ესეთ ადგილს, როგორიც არის უძღები შვილის იგავი. უძღები შვილის იგავი ახლა ძალიან უბრალოდ არ უნდა პრიმიტივად არ უნდა წარმოვიდგინოთ. საქმე იმაში არის, რომ უძღები შვილი ის იყო ჩვეულებრივად ადამიანი, რომელიც საკმაოდ რთულ პირობებში იყო. თვითონაც და მისი ძმა ძალიან ინტენსიურად მთელი დღეები მუშაობდნენ, წვალობდნენ და დაიღალნენ. ის ერთი ხო წავიდა, მაგრამ მეორეც არ იყო ბედნიერი. თქვენ თუ იცით რომ მეორემაც უთხრა მამასო, აიო ერთხელ არ მომეცი საშუალება ერთი თიკანი არ გამატანეო, რომ ჩემ მეგობრებთან დამჯდარიყავი და მომელხინაო კარგადო. მაგრამ ანუ რა ხდება პრეტენზიები მამასთან. ამ დროს მათ არ ესმოდათ რომ მამა თავისთვის არ აკეთებდა, ისინი რასაც ქმნიდნენ, რასაც აკეთებდნენ, მათთვის აკეთებდა, რომ მათ დაეტოვებიათ ანდერძად. და იგივე არის ადამიანი. ადამიანს დღეს აქვს პრეტენზიები ღმერთთან, რომ ღმერთო, რატო ამდენი ტვირთი, რატო ისა და პლუს კიდე შეიძლება აი გაგაოცოთ, აი მაინც მიდან სახარებიდან ერთი წამით წაგიკითხავთ, აგერ არის აგერ დისკაცო გადაშლას ცუდად რო უნდა აი შეხედეთ რა წერია სახარებაში. აი ნახეთ თითქოს ამდენი ტვირთი გვაქვს ჩვენ, ხო? აი ადამიანს, აი შეიძლება პირველად ადამიანმა ვერ გაიგოს. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიკითხოთ და გავერკვეთ. აი ნახეთ მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვალნი და ტვირთ ძიმენი და მე ესე იგი გაგანგვისვენო თქვენ. და ნახეთ ახლა რა საბობს, აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისავეთ ჩემგან რამე თუ მშვიდ ვარ და დაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება ის სულთა ჩვენთან. ერთი მხრივ რაღაცა უცნაურად ჟღერს, ხო? აღიღე უღელი ჩემი. ნახე, ახლა ადამიანმა რომ წაიკითხოს ასე კონტექსტში ვერ გაიგოს, ხო? იფიქრებს ესე იგი მე არ ყოფნის ამდენი ტვირთი, ამდენი გასაჭირი და ამ დროს ღმერთი კიდე რაღაც დამატებით უღელს. თან უღელი ყოველთვის წარმოდგენილია რაღაცა ასეთი ტვირთივით, სიმძიმით. აი, მაგრამ საქმეც იმაში არის, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რას გულისხმობს ღმერთი ამ უღელში. რა ღმერთს ჩანაფიქრი ჩვენ შესახებ. აი ეს ჩანაფიქრი ჩვენ შესახებ, ეს არის ძალიან დიდი და რთული თემა არის. და შესაბამისად, აი მე მინდა აი ეს
იმიტომ რომ რა არის იცით ეს უღელი აი ახლა როგორი უღელი არის აი მოდით ახლა გავიხსენოთ მამა აბრამი ჩვენ თუ დავიკითხავ მამა აბრამის ცხოვრებაზე ხო რას აკეთებს მამა აბრამი ახლა მოდით რა შევადაროთ მე არ ვიცი თქვენი გრაფიკით საკუთრ რთული მე ჩემ გრაფიკთან რომ შევადარო მამა აბრამის იმდროინდელი გრაფიკი მამა აბრამი არის კურორზე დამსვენებელი იყო ჩემთან შედა მე დღე რო დაიწყება ვფიქრობ აი ეს როგორ მოვასწრებო და გვიან საღამომდე ერთი მეორეს მოყვება და ასეთი დოღივით ამან მამა აბრამი როგორ ცხოვრობდა მამა აბრამი ცხოვრობდა ასე გაშლიდა კარავს იქ ჭამდა სვავდა რაღაც მომში მაშინ არც სინაგოგები იყო არც თორა იყო დაწერილი არაფერი და ემაშრებოდა რა ქვია მე რაღაცას მსხვერპლს შეწირავდა ილოცებდა მე ისე ასე კარგად ესე იგი ატარებდა ცხოვრებას მე რაღაც მომენტში ადგებოდა ამ კარავს აკეცავდა დისლოკაციას შეცვლი და იგაშლი და იგივე საკეთებდა ახლა ჩვენ რომ ნახოთ დღევანდელი მოღვაწეები ჩვენ რო ვიცით აი ბერები ცნობილი და ისა ნუ მამა აბრამი იყო კურორტნიკი მათ ფონზე მაგრამ ნახეთ ახლა მამა აბრამი ღმერთმა დაარქვა ღმერთის მეგობრად ღმერთის მეგობარი აბა ვისა კიდე ასეთი სტატუსი ღმერთის მეგობრის მე მგონი ლაზარის თუ იოანე არა მე ღმერთის მამა ღმერთის ხო თლიანად სამების მე ღმერთის მეგობრად და რატომ იმიტომ რომ მან გამოამჟღავნა სრული ნდობა და რწმენა ღმერთის და დაემორჩილა მას მორჩილება ხო მორჩილება აი ეს შვილები ორივე ხო არენდეს მამას სულ გვაწვალებს სულ შრომაში ვარ სულ წვალებაში ერთხელ ერთი ტიკანი არ მოგცა რაღაცისა და აქ ანუ მამა აბრამა გამოამჟღავნა უდიდესი რწმენა თან იცი როგორი აი თვალდახუჭული რწმენა მინდობა ღრმად მიენდო ღმერთს და აი ამის გამო მან მიიღო ესეთი დიდი სტატუსი და თქვენ ძალიან კარგად იცით ის ისტორია მამა აბრამის ბატკანი ხო ბატკანი როცა თავისი სიბერეში ძლივს გაჩენილი შვილი წაიყვანა რომ გაიმეტა შესაძლებლად ხო წარმოიდგინეთ ამას ყველა ვერ გაბედავდა ხო თქვენ იზავდით არ იზავდით მეც არ ამგონია რომ ხო ვერავინ ვერ იზავდა და აი აქ ზუსტად მიდის აი ესეთი საუბარი და იმიტომ რომ საქმე იმაშია რომ მან ბოლომდე ენდო თელ გეგმას ჩვენ შესახებ ჩვენ კიდე როგორ ავართ ჩვენ არჩევითი ვართ ჩვენ გეუბნებით ღმერთ აბა გითხარი შენი გეგმა აბა იმ შენი გეგმიდან ჩვენ შესახებ ულტიმატუმს უყენებთ მე ამას გავაკეთებ შენ ეს გავაკეთებ მე ვიმარხულებ შენ მაზიარე რაღაც ის ხო ანუ აქ კიდე სხვა მომენტია ანუ ჩვენ შესახებ არო ჩანაფიქრი ჩვენ შესახებ შეიძლება ღმერთს აქ ჩანაფიქრი რომ მე და წავიდე წმინდა მოწამე გავხდე და მე თქვენ მე არ შემიძლია მტკივილის მოთმენა ხო ანუ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ მე კი არ ვარ რო თქვა ღმერთო მე მზად ვარ აი მთელი შენი გეგმა ჩემ შესახებ გაკ მე მზად ვარ რომ ბრმად შევასრულო არა ჩვენ გვაინტერესებს აბა ეს ასე თუ მოგწონს მაშინ ეს ნაწილობრივ მოგწონს ეს არ უნდა თან გვინდა თავიდან გავიგოთ თელი გეგმა წინასწარ ვიცოდეთ იმ ცნობილ საბჭოთა იმაში კომედიაში რო არის რო იქ კითხულობენ სამსახური თითო იმას სამსახურში ესეთი სამსახურიზე და ერთი გაგუს если можно огласите весь список ფათაშორის მამა აბრაამი იყო ძალიან სტუმართმოყვარე მე კი ნუ ეს სამებაზე ფათაშორის ეგეც აი თუ შეიძლება ბოდიში ვიხდი რომ გითხოთ და თან გითხრათ რომ ამ შემთხვევაში რომ თქვენ ჩემზე კარგად იცით 1000 ჯერ მაგრამ აი ეგეც დაუფასდა მამაო რომ შუა დღეს თურმე როცა იქ ყველაზე მაგარი მზე ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ თქვენ გადაცემაში ხო გამოდიოდა და ადამიანებს აპურებდა ხო ნებისმიერ ადამიანს იღებდა და აი წარმოიდგინე აი რა გამცემი და ის იყო იმიტომაც არის რომ მისი შტოდან ძალიან ამიტომ ჩვენ უნდა გესმოდეს რომ ჩვენით ღმერთს ვერ მივახლოვდებით ანუ კაც ადამიანს აი ეხლა მე ვფიქრობ ხო მე არ როგორ შემიძლია ჩემით მივიდე ღმერთამდე ხო ვერ მივა ფიქრობ აი იმ დროს პლანეტაზე
მამო ვიცით რომ 5 წუთი დარჩა. იმ დროს პლანეტაზე რამდენი ადამიანი ცხოვრობდა. ნუ თუ არ იყო ვინმე ისეთი, ვისაც შეეძლო ღმერთთან. ვერავინ ვერ მიუახლოვდება ღმერთს. და ამიტომ ანუ შანსი არ იყო. და ამიტომ ღმერთმა გადაწყვიტა და ქრისტე გამოაგზავნა დედამიწაზე. და ამით მოხდა შერიგება კაცობრიობის და ადამიანის შორის. ახლა ჩვენ როცა დიდ მარხვაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი აი ზუსტად იმ დიდ მარხვას ეხება. და ამით ესე იგი მოხდა შერიგება კაცობრიობის და ადამიანი ხელახლა დაიბადა ქრისტეში. ჩვენ იცით როგორ არის? ღმერთი ჩვენ არ გვარემონტებს. აი ზოგს გონია რომ ჩვენ ვართ რაღაცა უძლურები და ღმერთი გვარემონტებს. აი როგორც ჩვენ აუქციონზე მიხვალ რაღაც ავტომობილს ნახავ, რომელიც შედარებით კაი მდგომარეობაში, ცოტა ბამპერი აქვს დარტყმული, მოდი გავარემონტებ და კაი მანქანა დავიტოვებ. ღმერთად შეეძლო ასე მარტო კარგი ადამიანები შეეკრიფა ეკლესიაში და ყოფილიყვნენ ეკლესიაში ესენი მოსულიყვნენ. არა. ღმერთმა წავიდა იმაზე, რომ ყველა ვინც მზად არის, მაგას მნიშვნელობა ცუდია თუ კარგია, რომ მას აქვს საშუალება, რომ ხელახლა ქრისტეში დაიბადოს. ხელახლა დაიბადოს ქრისტეში. და მე მინდა გითხრათ, ყველაზე საუკეთესო ღმერთმა რაც შექმნა ამ სამყაროში, აბა თქვენს აზრით რა არის? ადამიანი, მაგრამ კიდე რა, ეკლესია. ანუ ეკლესია არის ღმერთის ყველაზე დიდი წარმატებული შემოქმედება. მაგრამ შეიძლება ვიღაცამ ახლა შემოგვედავოს, ხო? რომ თქვას რომ კი თუ რატო არის მაინც რომ აი ამდენი ადამიანი მიდის ეკლესიიდან, ამდენი ადამიანი, აი ახლა დღეს ჩვენი საზოგადოება თემ სოფლიოში რა მდგომარეობა და კიდე ჩვენ საზოგადოებაში, ხო? აი რამდენი ადამიანი დადის ეკლესიაში და რატო ეს პრობლემა? და მაგრამ ადამიანები ზუსტად არიან ყველაზე ამასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე საუკეთესო არის ეკლესია და ამავე დროს არის პრობლემები არსებობს. და ნახეთ, აი აქ ჩვენ თუ ნახავთ პავლე მოციქული რასაც გვიწერს, ხო? ნახეთ რას ამბობს, როგორ მიმართავს ადამიანებს პავლეც. ამიტომ ძმანო, წმინდანო, ზეციური ხმობის ზიარნო დაუკვირდით მოციქულთა და ჩვენთა აღსარებას. ეს ასე. ნახეთ რას ეუბნება. აი ადამიანებს როგორ აფასებს. ეხლა ნახე რას ეუბნება. ნახე. აი იმათ ხოეუბნება. ეს არის ძალიან მაგარი შეფასება. ნახეთ მე რას წეს პავლე მოციქული. მე არ შემეძლო ძმებო ისე მელაპარაკა თქვენთან როგორც სულიერ ხალხთან. მე არ შემეძლო, თქვენ არ იყავით სულიერი ხალხი. არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში. რძით გზდიდით და არა საჭმლით. ვინაიდან არ ეს უკვე დრო აღარ აგვაქვს ისა. ანუ რა ხდება? ერთი მხრივ აი ეს ეკლესიური ადამიანი, ხო? ამიტომ მორწმუნე ადამიანი არის ამბივალენტური და ხშირად შეიძლება ათეისტმა თქვას, აი ახლა სამწუხაროდ ისევ დრო აღარ ყოფნის. ანუ ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. აი ჩვენ როგორ ხედავენ ურწმუნო ხალხი. მაგრამ ურწმუნო ხალხი კი არა, აგერ პავლე მოციქული. როგორ აფასებს ერთ მომენტში? ზეციერი და მეორე მომენტში გეუბნება რომ თქვენ ესე იგი სულიერი არსებებიც არიყავით. და აქედან გამომდინარე ეკლესიის idea, ისტორია, ადგილი. ჩვენ უკვე დღესაც პრინციპში ჩვენ ამაზე დავწეთ ქართული ეკლესიის ადგილზე ისტორიაზე 80-იან წლებში ამ თემის. და ამიტომ დღეს ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავინახოთ აი ეს თემა კარგად გავშალოთ და დავინახოთ ეკლესიის როლი დღეს საზოგადოებაში როგორ ასრულებს და მე მინდა ეს არის დოგმა რომ ღმერთმა ყველაზე საუკეთესო რაც შექმნა ამ სამყაროში ეს არის ეკლესია. მართალი მზადეთ. მე ამაში გეთანხმებით. ხო. ყოველთვის ჩემთვის მაგრამ ამას უნდა საჭირო გამარტება.
ბოლომდე და რატო არის რომ ყველა ამას ასე ვერ ხედავს ჩემთვის მართლა ეგრეა და ყველა იმ ადამიანს ახლა ჩემ თავს არ შევაკეთებ ამ შემთხვევაში ყველა ის ადამიანი ვისთვისაც სამშობლო არის მნიშვნელოვანი აი ყველაზე დიდი ქმნილება უნდა იყოს ეკლესია იმიტომ რომ არა ჩვენი ეკლესია საერთოდ რაზეა ლაპარაკი ხო ნებისმიერი სხვა არაფერი იმიტომ რომ თუ სადამე რამე გასაჭირია ღმერთი ეკლესიიდან მიდის იქ და აი ეკლესია არის ღმერთის სახლი და მიუხედავად ყველა სისუსტის შეცდომების რომ შეუმცდარი ადამიანებში არავინ არ არსებობს მაინც ყველაზე გენიალური და კარგი რაც შეიქმნა ეს არის ეკლესია და ჩვენ უნდა ის შევინარჩუნოთ აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა რა ღმერთმა ქნას რომ უამისოდ ვერცხლი ფიზიკურად აი ყველა ინსტრუმენტი რაც კი ჩვენი მაცხონებელია არის ეკლესიაში ქრისტე ზიარება რა თქმა უნდა წესისაგება აღსარების შენდობა ყველაფერი აბსოლუტურად სულიწმინდის მადლი ხო ნუ ეს ყველაფერი ერთად ამაში მოცული ხო რა თქმა უნდა და ამიტომ უნდა გაუთხილდეთ ამიტომ არის ყველაზე ძლიერი ეკლესია რომ ეს ყველა ეს სიდიდე აი ამ იმაში არის მოთავსებული. კარგად ზანდებოდეთ დროით, მე გახდით გიორგი დარასელია. ორ შაბათს დაგიბრუნდებით საღამოს 7:30-ისათვის ძალიან კარგ სტუმრებთან ერთად, სხვათა შორის, რაც ერთი გაგვიმართლა ეს ორ შაბათს 7:30-ზე კიდევ იქნებით ხოლმე და წარმატებები აუცილებლად პატივნებს განსაკუთრებით და იმ ადამიანებს, ვინც ხართ ჩვენი ეკლესიის სადარაჯოზე და ვისაც გტკივათ. ჩვენი ეკლესია რაც თავარი არის, ვისაც გიყვართ და ვინც გულშემატკივროთ ეკლესიას, როგორ იცით, რომ აი ოღონდ ის იყოს კარგად რა. აი ესე. ჩვენ ცოცხალ ეკლესიას. კარგად ზანდებოდეთ დროებით და ჩვენ პატრიარქს რა თქმა უნდა დიდი პატივისცემა და მამა გიორგი ჩაჩავა გახდა ჩვენი სტუმარი, მე გახდით გიორგი დარასელია. ეს გადაცემები საღამოს გავა კვირისათვის განმეორებით და გაგიბრუნდებით ორ შაბათს 7:30-ზე. კარგად ზანდებოდეთ დროებით.